ჩვენ ახლა ვიმყოფებით საქართველოს ყოფილ პარლამენტის ტერიტორიაზე და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქუთაისის, როგორც ასე ვთქვათ, სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქის სტატუსს, ასე ვთქვათ, მოაკლდა, ანუ ეს სტატუსი, დედაქალაქის სტატუსი, საპარლამენტო დედაქალაქის უпростоრად და მოკლედ ეს შენობა 2012 წლის შემდგომ დარჩა აბსოლუტურად უფუნქციო. ბევრი ქუთაისელი ამ ფაქტს აპროტესტებდა, ბევრიც შეიძლება ცოტა ესე ნეიტრალურად უყურებდა, მაგრამ ეს მხოლოდ საწყის ეტაპზე, იმიტომ რომ შემდგომ იმ ამბავმა, ანუ იმ ეკომ, რაც საქართველოს პარლამენტის ქუთაისში გადატანას მოყვა, ანუ ქუთაისისთვის, უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანი ააღელვა გულისხმობს იმას, რომ ეს გათვლილი იყო იმაზე, რომ აქ ზოგადად ქალაქის მნიშვნელობაზე, მათ შორის ტურისტულად მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, ამბავზე და საბოლოო ჯამში ამან სამწუხაროდ ძალიან ნეგატივი გამოიწვია და დღეს და არ ვიცი ხა შემიძლია ერთი თქვა, რომ ქუთაისლებს მოკლედ ეს წყენა გვახსოვს და ყოველთვის ვიხსენებთ ხოლმე იმ ამბავს, რომ ის რაც იყო თავის დროზე დანახული ქალაქი რა, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო, პრაქტიკულად ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ეს ყველაფერი განუდა რა. ან დასანანი ისიც იყო სხვათა შორის, მე როგორც მახსოვს, აი მაჟორიტარი დეპუტატებიც კი, რომლებიც ქუთაისიდან იყვნენ, ისინიც მხარს უჭერდნენ პარლამენტის გადატანას თბილისში. მერებიც სხვათა შორის. მერებიც მხარს უჭერდნენ კი, ხა, მერე თუ გავიხსენებთ იმას, რომ რამდენმა თვითმმართველმა ქალაქმა თვითონ გამოაცხადა, რომ აღარ უნდა თვითმმართველობა, ხომ? თვითლიკვიდაცია. ნახავთ, რომ რეალურად პრობლემა, რაც ჩვენ გვაქვს, არის ის, რომ ადგილობრივ დონეზე დეცენტრალიზაცია არ არის ორგანული სამწუხაროდ. და სამწუხაროდ ისე ხდება, რომ მანდატს ეს დეპუტატები ღებულობენ ზემოდან და არა ხალხისგან. ეხლა რაც შეეხება თვითონ აი ამ პარლამენტსაც, ხო, მე ისიც მახსოვს, რომ სამწუხაროდ იმ 2011 წელსაც, ხო, თვითონ პარლამენტარების მოთხოვნით კომისიების და კომიტეტების ხდომები ისევ თბილისში ტარდებოდა, რაც უნებრივია სულად ამოქმედების საშუალებას არ აძლევდა იმ ეფექტებს, რასაც გამოიწვევდა საკანონმდებლო დედაქალაქად ქუთაისის ქცევა. ამის მიუხედავად, აი რაღაც შედეგები, მე მგონი, უკვე იგრძნობოდა, ხომ, ქალაქში და აი ძალიან დასანანია, რომ აი ესე მოხდა. მე სხვათა შორის მქონდა მერე საუბარი იმ დეპუტატებთან, რომლებიც ამას მხარს უჭერდნენ და ამბობდნენ, რომ აი ძალიან მოუხერხებელი იყო თვითონ ეს შენობა, თითქოს იქ ვენტილაცია არ ვარგო და მეორეს მხრივ ხა ეუბნები, შენ თუ დემოკრატია გინდოდა, ხო? და ხალხისგან ითხოვ თავდადებას დემოკრატიისთვის. აი ნუ თუ ის იყო შენთვის ესეთი მტკივნეული, რომ ქუთაისში ქონოდა ეს ხდომები, გინდა კომიტეტის და გინდა სხვის, როდესაც რეალურად შეგიძლია, ასე ვთქვათ, რომ ამით ხელი შეუწყო ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოში, ეს არის ურბანიზაცია. იმიტომ რომ ურბანიზაციის დაბალი დონე განაპირობებს იმას, რომ ქვეყანა ვერ ვითარდება და ხას უსვამ იმას, რომ ურბანიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ თბილისში ხალხის შემოდინებას, აქ მთავარია დანარჩენი ქალაქების ზრდა და აღორძინება და ქუთაისი სამწუხაროდ არის ქალაქი, რომელიც მე მგონი კლებას განიცდის მთელი ამ ხნის განმავლობაში და ეს მართლა იყო ამ გაგებით. კარგი პროექტი, თუმცა ბოლომდე არ მიყვანილი, იმიტომ რომ როგორც თქვი, თავიდანვე ისე იყო ჩადებული, რომ კომიტეტების ხდომები მაინც თბილისში ტარდება, ანუ ძირითადი ნაწილი სამუშაოსი იყო თბილისში. მაგრამ ხო, თუ ეს ახალი მთავრობა, რომელიც მოვიდა ამ დემოკრატიული არჩევანის საშუალებით 2012 წელს და მერე გაგვიცრუა, ხო, იმედები აი ეს საშინლად, აი იმ დროსაც უნდა გაეკეთებინა ის, რომ პირველი ყომდა ყოფილიყო ის, რომ დაენახა პრობლემა გრძელვადიანად და დეპუტატების გამო, რომლებიც ესე იგი თბილისიდან გზავრობას უჩივიან, არ უნდა გაეკეთებინა ისე, რომ აი მეორე პლანზე გადაეწია აი ესეთი გამოწვევა, როგორიც არის ქუთაისის აღორძინება და ეს ჩემი აზრით მართლა მნიშვნელოვანი იქნება. კარგია ახლა შენ რომ ამბობ მათე, რომ ამ წუთში ისეთია განწყობა ქალაქში, რომ ის თქვა კოცი იქნება თუ ხალხის მომხრე ამ შემთხვევაში, ხო? ყველა თანხმდება იმაზე, რომ კარგი იქნებოდა, რომ პარლამენტი ისევ ყოფილიყო ქუთაისში. და ამაზე კონსენსუსი არსებობს. საინტერესოა, აი თუ გაბედავენ იგივე მთავრობის მომხრე პოლიტიკოსები ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს. თუ საუბრობენ ამაზე საერთოდ. ანუ
ამ ეტაპზე ამაზე ესე ვთქვათ, ესეთი აქტიური საუბარი აღარ მიდის, მაგრამ წლების განმავლობაში იყო ხოლმე შემთხვევები, როცა საჯაროდ ახსენებდით ესეთ მომხრე პერსონაჟებს და მათი მხრიდან რეალურად არის დუმილი. ანუ ერთი-ორი შემთხვევა მახსენდება მოქმედი საჯარო მომხრე, რომელიც ამბობდა, რომ ის უბრალოდ არ ემხრობოდა ამ გადატანას, ანუ პარლამენტის გადატანას. მხოლოდ ერთი-ორი შემთხვევა, დანარჩენი პრაქტიკულად გექნებათ კიდეც ნანახი სატელევიზიო შოუებშიდაც ხშირად ამას ამბობდნენ, რომ ეს ძალიან ძვირიჯდებოდა ამის ადმინისტრირება და ასე შემდეგ. მაშინ როცა რეალურად იცოდი, ხო, როცა კენჭს იყრიდი და პარტიაში წევრიანდებოდი და ეს საპარლამენტო სია იყო, რომ მოგიწევდა მომდევნო 4 წლით მინიმუმ აქ ამ ქალაქში ცხოვრება და ნუ ხალხი ხა ჩვეულებრივად ვიცით, რომ რავი ოჯახები ყავთ მიტოვებული საბერძნეთში, გერმანიაში და ამერიკაში და სად არიან და ის რომ შაბათ-კვირით მაინც გექნებოდა საშუალება რომ დაბრუნებულიყავ თბილისში, ამას რომ გადააყოლო, ანუ რეალურად მოიგეს თავის ინტერესებზე. და კიდე ერთსაც უთყვი, რომ აი თქვენ სწორად ახსენეთ, რომ ეს გრძელვადიანი ხედვა ამ ქალაქის მიმართებით დღემდე არ არის. ანუ ეს ქალაქი, როცა ესე ვთქვათ, რაღაც სტრატეგიაში ჩაჯდა დაიწყო ამ მოქმედება. ამას ახლა ცენტრის ფულის გარეშე ამას ვერ გააკეთებ. ახლა დღეს ჩვენ ვართ, რომ არც აი განვითარების კონცეფციაც მათ შორის ხო, აი რაც შემუშავდა კიდე ქალაქი და თაროზეა ჩამოდებული, დამტკიცებული არ არის სივრცითი მოწყობები, როგორ უნდა მოხდეს ამ ქალაქის განვითარება, საით უნდა განვითარდეს ქალაქი, სამხრეთით ავტობანისკენ თუ ჩრდილოეთით. ანუ ეს ამბავი არის პრაქტიკულად მიტოვებული და კერძო რაღაც ბიზნესზე არის დამოკიდებული, ანუ ვისაც დიდი მადა აქვს და ეს მადა ძალიან რთული მოსადრეკია და უყურებთ და მალე უფრო მეტად დავინახავთ ამ ქალაქში, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დიდი მშენებლობები წამოვა, რომელიც ცენტრს აბსოლუტურად გაჭედავს და დაამახინჯებს და ეს ცალკე პრობლემა შექმნის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აქ არ არის ერთიანი ხედვა, ანუ სახელმწიფოს არა ქუთაისთან დაკავშირებით ერთიანი ხედვა და შესაბამისად არის მიტოვებული აი ინვესტორების ბჭყალებში, ზოგიერთს შეიძლება მართლა ეს ბჭყალები გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ისეთ პროექტებს აკეთებენ და აფინანსებენ ამ ქალაქში, რომ უბრალოდ საწოდაობა არის კომუნისტები არ შეეხენ ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, ხელი არ მოკიდეს, ანუ მინიმუმ არ დააზიანეს, თორე ხა ვინ იყო მომკითხავი შეეძლოთ, რომ საცხოვრებელი კორპუსები და რა ვიცი, რაც უნდათ ის გაეკეთებიათ, ხო? და ნუ წავიდნენ და ახალი უბნები გააკეთეს, ახლა მაგალითად ნიკეა ავტოქარხანა, ეს უბნები და რომ იქ ანუ ქალაქი უფრო გაშლილი იყო და ანუ მოკლედ მაშინდელი გათვლაც იმაზე იყო, რომ ცენტრს არ შეხებოდნენ. დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ეს ცენტრალური ნაწილიც ესეა. და არა მარტო პარლამენტი, ახლა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქ იყო სემეკი, ანუ ეს დაწესებულებაც გადატანილია, ასევე იყო საგზაო უსაფრთხოების და მოკლედ სატრანსპორტო სამინისტრო, ზუსტი დასახელება ვერ ვიხსენებ ახლა ზუსტად. მოკლედ ესენი აბსოლუტურად ყველა გადაიტანეს. აი მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჟვანიას სკოლა ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე, სადაც ანუ ძალიან ესეთი საინტერესო პროცესები ვითარდებოდა, ვინაიდან ქალაქი ისეთი მდებარეობა აქვს, რომ ახლოა მოკლედ ყველაფერი, რავი, მთასთანაც ახლოა, ზღვასთანაც ახლოა, შემთხვევით არ არის ეს მდებარეობა ამ ქალაქის ქუთაისის მდებარეობის ამბავი სალაპარაკო თემა, აქ ვერ გავშვით, მაგრამ შემკრები იყო. ხო, ანუ იყო რა რეალურად უმცირესობების, რომელიც იქ სწავლობდნენ და სამწუხაროდ ახლა ესეც გადაიტანეს ქუთაისიდან და ნუ საბოლოო ჯამში ქუთაისლებს გული ბრწყდება, ამას ყოველთვის გამოხატავთ ხოლმე არჩევნებზე, აი თუნდაც ამ გაყალბებულ არჩევნებშიც კი, ანუ საბოლოო ჯამში ამ ქალაქში ოპოზიციამ მიიღო მეტი ხმა, იმ პირობებში, რა პირობებშიც არჩევნები ჩატარდა, ესეც ცალკე საკითხია, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის ქალაქი ოპოზიციურად განწყობილი, რომელსაც სამართლიანად წყდება გული, ასე ვთქვათ. მაგრამ იცი რა არის, თან აი მართლა მაინტერესებს ახლა აი ამ ადგილობრივი თვითმმართველობის დროს მოგეხსენებათ, რომ ახლა ჩვენი პარტია მას ბოიკოტს უცხადებდა, ხო, და ჩვენ არ მონაწილეობდით, მაგრამ ეს საინტერესოა თვითონ ქართული ოცნების კანდიდატები საუბრობდნენ თუ არა იმაზე, რომ შეცდომა იყო მხარდაჭერა პარლამენტის გადატანის.
თბილისში. აი ამ ეს იყო თუ არა დისკუსიის საგანი. არ ყოფილა ეს. იყო თუ არა თქვათ ეს მაგალითად აი ოპოზიციის დისკუსიის საგანი, რომელიც მონაწილეობდა და თქვათ ეჯიბრებოდა ქართულ ოცნებას. აი ესე გამოკვეთილად მე არ მსმენია, იმიტომ რომ ეს საკითხი აი კიდევ ერთხელ უფრო სამწუხაროდ ამ წუთაც აქტუალური აღარ არის. იმიტომ რომ იმედი არ არის. იმიტომ რომ უყურებ რომ ეხა მიდის რეაბილიტაცია და ტექნოლოგიების ჰაბი უნდა შეიქმნეს აქ. იცი რომ მინიმუმ ეხა ამ რეალობაში ამაზე საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ესეთი საჯარო დისკუსია ამ თემაზე წინა ეხა თვითმმართველობის არჩევნებზეც არ ყოფილა. და რაც შეეხება ქართული ოცნების კანდიდატების დაპირებებს, ის ძირითადად არის რომ რაღაცა მე უკეთესი ინფრასტრუქტურა იქნება და ანუ რავი, აი ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთადერთი რაც ახალი აქ შეიქმნა და გაკეთდა, არ გულისხმობ იმას, რომ გზები, რაღაც რეაბილიტაცია მოხდა, რომელიც რავი, გავიდა უკვე ვადა, ხო? რაღაც 15 წელი გავიდა და უნდა გააკეთო, ხო? ერთ-ერთი საცურაო აუზი, რომელიც ოლიმპიური აუზია გაკეთებული და ეგ არის ერთადერთი ქალაქში ახალი რაც გაკეთდა. ანუ ამას გულისხმობ. დანარჩენი არის რაღაც მიმდინარე პროექტები და ნუ მოკლედ რავი ამ ტენდერები და ამ პროექტების შესრულების ხარისხი კიდე ცალკე საკითხია. აი ხა მათე შენთან საუბრობდი იმაზე რომ მშენებლობებმა შეიძლება ქალაქის პირვანდელი სახე გააზიანოს განსაკუთრებით ძველი უბნის, მაგრამ ამავდროულად იმ ადამიანისთვის ახლა ვინც ქუთაისში არ ცხოვრობს, ხომ? პირველი თვალშისაცემი ის არის რომ აი საქართველოს მეორე ქალაქი არის ალბათ ყველაზე მეტად დაჩაგრული იმ გარკვევით, რომ ახალი მშენებლობები საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული, ხო, არის ძალიან ცოტა ქუთაისში. და კონცენტრირებულია აი თბილისში, ბათუმში და აჭარის სანაპირო ზოლში მთლიანად, მაგრამ ეს ქალაქი, რომელიც თავისი მნიშვნელობით იყო მეორე ქალაქი საქართველოში, იყო აბსოლუტურად ესე უფუნქციოდ დატოვებული და მათ შორის აი არც კომერციული თვალსაზრისით, ხო? არ მიენიჭა არანაირი პრიორიტეტი პრინციპში მთავრობების მიერ, აი გარდა ამ წინა მთავრობის ამ ინიციატივის. აი ხომ არ იქნებოდა ასევე საინტერესო საუბარი იმაზე, რომ აქ ყოფილიყო გარკვეული აი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, ხო? საუბარი იყო თუ გახსოვს კიდე ადრე იმაზე, რომ აი დედაქალაქიდან იქნას გატანილი თქვა სამორინეები, კაზინოები, ხო? ეს შეიძლება ჩაითვალოს, რომ არ არის თქვა ყველაზე ოპტიმალური ფორმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, მაგრამ ყველა შემთხვევაში არსებობს ისეთი ქვეყნები, რომლებიც ახერხებენ მსგავსი ბიზნესის ისე გარეგულირებას, რომ ქვეყნის ეკონომიკას უწყობს ხელს და შეუწყობდა ხელს ისეთი ქალაქის აღორძინებასაც, როგორიც არის ქუთაისი, სანამ ის აი ბოლომდე დაიცლება, ხო? იმიტომ რომ ტენდენცია დემოგრაფიული არის ძალიან სავალალო, ალბათ და ერთ-ერთი თავარი, რაზეც ალბათ ამ ქალაქში უნდა მსჯელობდნენ, ეს არის რომ როგორ დაუბრუნდეს ამ ქალაქის ორგანული მნიშვნელობა, რომელიც მას ადრე ჰქონდა. კი ბატონო, გეტყვით რომ ეკონომიკური ზონის თაობაზე არის შექმნილი, მაგრამ რეალური ხელშეწყობა არ აქვს და ძირითადად ჩინური ინვესტიციები არის ამით ითმობენ იდეაში ხელს, ანუ ეს ავტოქარხნის ტერიტორიაზე არის გაკეთებული ზონა, თუმცა ეს ის არ არის, რაც დაგვირდნენ და რაც აუცილებელია, რომ ამ ქალაქში ეკონომიკა განვითარდეს. რაც შეეხება სამორინეების საკითხს, მანდაც იყო საუბარი და ძირითადად ამბობდნენ, რომ ეს უნდა გაკეთებულიყო წყალტუბოში, იმიტომ რომ თვითონ მდებარეობაც, ანუ პრაქტიკულად წყალტუბო და ქუთაისი ერთ სივრცეში განიხილება და ეს ეკონომიკური კავშირიც უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ წყალტუბოს ამბავიც ვიცით გუშინაც ვიყავით და ვნახეთ კიდეც, რომ იქ ვიცით, რომ ანუ იქ მსგავსი არაფერი არ ხდება. რაც შეეხება ხედვას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ანუ თბილისის და ბათუმის შემდგომ, ანუ ის ურბანული ჯოჯოხეთი, რაც ის დატრიალდა, ქუთაისი იქნება მესამე და სამწუხაროდ ჩვენ შეგვეძლო, რომ გვესწავლა, რომ აი როგორ შეიძლება საქმე ვაკეთოთ ისე, რომ არ დავაზიანოთ ურბანული ქსოვილი. მშენებლობების წინააღმდეგ კი არავინ არ არის, რა თქმა უნდა, მშენებლობა გვინდა და ნუ არის რამდენიმე კომპანია, ხო, შეხედო, რომელიც რეალურად აშენებს ქალაქის იმ ნაწილში, სადაც აბსოლუტურად არაფერს არ აზიანებს რა და ეს მჭირდება, მაგრამ ეს არის აი როგორ რაღაცა იცი, ერთი რო ცოტაა და მეორე არის ძალიან ხელოვნური ამბავი. ანუ რეალურად მოსახლეობა უფრო მეტად გადინება, ანუ მოთხოვნა არ არის, ხო, ეგ არის. ხო, ეგ არის. ანუ ნახეთ ერთმანეთთან ესეც ის არის, რომ ანუ ძირაოდ გადინება არის,
ანუ ხელოვნურად ვამბობ, იმიტომ რომ იდეაში მათ უნდათ რომ აი საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიაში დასული ადამიანები რიცხავენ ფულს, რომ უბრალოდ გქონდეთ უძრავი ქონება რა. აი როგორც ბათუმში ხდება დასაწყობება იმ უძრავი ქონების რა, რომელსაც უყურებთ რომ ძირითადად უფრო ზაფხულის განმავლობაში აქვს დატვირთვა. აი ისეთ რაღაცა მოხდება ქუთაისში და მისი ეკონომიკური ეფექტი არ არის დიდი. ანუ ეს ფული უფრო მნიშვნელოვან საკითხებში რომ ჩაიდოს, ხო, აი ტექნოლოგიებში რომ რაღაც ისეთ ბიზნესში ჩაიდოს, ცირე ბიზნესში ჩაიდოს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ ამას უნდა ხედვა და ამ ხედვის შემქმნელი ამ ქალაქში არავინ არ არის. კიდე ერთხელ როგორ არა, თქვენ ახართ. გულისხმობ ჩვენა ვართ, ეგ უნდა ის ხელისუფლებაში. ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, ამაზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ამაზე ვიფიქროთ რა. თუმცა ინვესტიცია, რომ აქ სწორად, ასე თქვა, ჩაიდოს. თუმცა აი ოპტიმისტურად თუ ვიმსჯელებთ, ხო, ხა რაც ყველასთვის თანდათან ცნობილი ხდება, რომ ქუთაისი რაღაც ვარიანტში ამ თავის კულტურულ ღირებულებას იბრძოლებს. თანამედროვე დაგებით, ხო? არის ძალიან ისეთი კლუბები ქუთაისში, გაიდანაც სპეციალურად თბილისიდან ჩამოდიან, ბათუმიდან ჩამოდიან, ხო? არის ესეთი მუსიკოსები, ახალი ჯგუფები, ძველი ტრადიციაც არსებობს, ხო? ქუთაისი იყო ცენტრი ჩვენი კულტურის, პოეზიის, წერილობის და მე ვიტყვი რომ აი თანამედროვე ხელოვნებაში აი ეს არ დაიკარგა მიუხედავად მოსახლეობის ამ გადინებისა და მე მგონია რომ ეს პერსპექტივა ჩვენ გვაძლევს იმის იმედის საშუალებას რომ სწორი მმართველობის შემთხვევაში ხო ეს ქალაქი აღორძინდება და დაიბრუნებს იმ მშვენიერებას იმ პეცს რითაც იყო ცნობილი სხვათა შორის აქვე აღვნიშნავ რომ მიუხედავად ჩემს დაბადების მოპოვებაში არსებული ტექნიკური ხარვეზისა, მე ქუთაისში ვარ დაბადებული. მართალია, გაზრდილი არა ვარ, მაგრამ ამ გაგებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქალაქში ვარ დაბადებული და ამიტომ ამ ქალაქის ბედი ჩემთვის ახლოა. ჩემი ბებია ბაბუა, მათთვის ეს ცენტრი ქუთაისი იყო, ქუთაისში შემატკივრობდნენ მარტვილიდან რო დადიოდნენ და უნებრივია რომ რაც უფრო ბევრი ქალაქი იქნება ისეთი საქართველოში რომელიც აჩვენებს რომ ერთდროულად არის თქვათ ისტორიის მემატიანე და ამავდროულად თანამედროვეობის, თანამედროვე კულტურის, ხო? ნიმუში და მოდელი, ხო? აი ეს მისცემს ჩვენს ქვეყანას ძლიერებას და განვითარების პერსპექტივებს და მე მგონია რომ ქუთაისს ამისთვის აქვს ყველაფერი სწორი მთავრობისა და ხელმძღვანელობის გარდა. აი გვაკლია ნამდვილად და იმედია ეგ მალე შეიცვალოს. ეს აუცილებლად უნდა შევცვალოთ, იმიტომ რომ ყველაფერი არის ამ ქალაქში და რეალურად აი გულისხმობ იმას, რომ სწორი ეკონომიკური ხედვის, სწორი მმართველობის, სწორად დანახული საჭიროებების შემთხვევაში ამ ქალაქის ფუნქცია დასავლეთ საქართველოში იქნება, ანუ გეოგრაფიულად ხო არის, მაგრამ ფუნქციურადაც იქნება უმნიშვნელოვანესი და აი ბუნებრივად აქვს ეს. კი, ეს ბუნებრივად აქვს ეს ფუნქცია და მოკლედ ამასთან დაკავშირებით ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რა. განსაკუთრებით კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აი ზოგადად რო წარმოვიდგინოთ, რომ ცენტრის მხარდაჭერა ამ მიმართულებაში, ხო, ცენტრალური ბიუჯეტის არის აუცილებლად მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ არის რაღაც საკითხები, რომელიც აი მათი აი რაღაც სისხლის გადასხმის ამბავი ქუთაისში სხვა შორის ხშირად ვამბობთ ხოლმე რა, რომ თავის დროზე ქუთაისმა გადაუსხა თბილისის სისხლი, ანუ როცა დაიცალა ფაქტიურად ამ ქალაქის მთელი ინტელიგენცია, ჩავიდა თბილისში და ესე ვთქვათ, შექმნა საქართველოს დედაქალაქი ისეთი როგორიც არის და ეხლა გვინდა ხარდაჭერა იმაში, რომ ეს ამბავი გავაკეთოთ. ჩვენ ეს შეგვიძლია და პირველი ნაბიჯი ამის გასაკეთებლად არის, რომ რაც შეიძლება ბევრი ქუთაისელი რომელიც არის ამ ქალაქის გულშემატკივარი შემოერთეს თავისუფლების მოედანს. საუკეთესო გულს. ყველაზე მთავარი ამბავი არის ეს, რომ ქუთაისლებმა კიდევ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შეიძლება რაღაც ნიჰილიზმი ქონდეს ასე შემდეგ, მაგრამ რეალური შანსი არის ეს, რომ ამ ქალაქის კეთილდღეობისთვის ყველა დავდგეთ ერთად საუკეთესო გუნდთან. რომლის ასეთი საუკეთესო წარმომადგენელი არის მათე და ჩვენთან. დიდი მადლობა. მადლობა.